ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს კონგრესიდან გაეგზავნა წერილი, რომელიც მას საქართველოში არსებული კორუმპირებული გარემოს და მასზე პასუხისმგებელი პირების შესახებ ატყობინებს და მათ დასანქცირებას ითხოვს. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით წერს. წერილში საუბარია ქართული ოცნების, ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებისა და ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის შესახებ. წერილში ჩამოთვლილია იმ პირთა სახელები, რომლებიც საქართველოში რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ. სიაში, სადაც 25 პირია შეყვანილი არიან ივანიშვილის ოჯახისა და მისი ახლო წრის წევრები. ეკატერინე ხვედელიძე, ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ალეკო ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის ძმა, უჩა მამაცაშვილი, ივანიშვილის დეიდაშვილი, შმაგი კობახიძე, ივანიშვილის დიშვილი. სიაში მოხსენიებულია როგორც ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრი. ასევე ქართული ოცნების ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები. ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, კახა ბექაური, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური, გრიგოლ ლილუაშვილი, სუსის უფროსი, ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მაგნიტსკის სანქციების დაწესების შემდეგ, კახა კალაძე, თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, ირაკლი კობახიძე, წერილში მოხსენიებულია როგორც დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ასევე ლაშა ნაცვლიშვილი, მოხსენიებულია როგორც პარტიის იდეოლოგი, ვასილ მაღლაფერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, სამეურვეო საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. სიაში მოხსენიებულია როგორც პარტიის იდეოლოგი. სიაში არიან კორუფციის ფინანსური გამაძლიერებლები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან. ირაკლი რუხაძე, იმედის მფლობელი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, სოსო ფხაკაძე, ვისოლ ჯგუფის დამფუძნებელი, ხვიჩა მაკაცარია, სელფის ყოფილი ბილაინის მფლობელი, მისი დაფუძნებული CBS ჯგუფი საქართველოში აერთიანებს კომპანიებსა და აქტივებს კომპანიებში თელმიკო, თბილისი ენერჯი, საქართველოს ლატარიის კომპანია და ასე შემდეგ. ირაკლი გილაური, საქართველოს კაპიტალის დირექტორი, ვანო ჩხარტიშვილი, ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი, სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე, იგივე რიჟა, რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, ჯორჯიან მანგანეზის წილების ნაწილს ფლობს და დე-ფაქტო განკარგავს. ილია წულაია, არქის დამფუძნებელი, ნოშრევან ნამორაძე, VR ჰოლდინგის, კრწანისი რეზორტ რეზიდენსის, კრწანისი როიალ რეზიდენსის, კრწანისი ვილა რეზიდენსის, თაბორი ფორესტ პარკ რესორტის და სხვა კომპანიების მფლობელი, ვიქტორ ჯაფარიძე, პოსტივის მფლობელი, პარლამენტარი. დასანქცირების მოთხოვნით სიაში ასევე შეყვანილია მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის სახელები.